გაზის ტარიფი 7 თეთრი, დენის გადასახადი 4 თეთრი და უფასო წყალი მერობის კანდიდატმა გია ჭანტურიამ თბილისელებს მიმართა. მერის პოსტზე ნავთობ კორპორაციის ყოფილი თავმჯდომარის კანდიდატურა ქრისტიან დემოკრატებმა დღეს საჯაროდ წარადგინეს და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს. ფილარმონიაში გამართულ ყრილობაზე პარტიის ახალი ჰიმნისა და დევიზის პრეზენტაციაც მოხდა. დასაქმება და დაბალი ტარიფი. ეს მოძრაობის სლოგანი იქნება. საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებას პარტიის 2 წლის იუბილეც დაემთხვა. გიორგი თარგამაძემ გაერთიანების მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. არ შემთხვევაში და აურჩევლადაც მე გეუბნებით რომ სავსებით შესაძლებელია რომ თბილისში მაქსიმალურად შემცირდეს ტარიფები გაზეთ და დენზეც. ეს გამომდინარეობს იქიდან რომ ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი წინაპირობა ყველა ხელშეკრულებაში ჩადებული როცა შენდებოდა ბაქო-თბილისი ეზერუმი და ბაქო-თბილისი-ჯეიხანი ეს ყველა წინაპირობები ხელშეკრულებაში დევს. და რა თქმა უნდა მე ვთქვი რომ წყალიც თბილისელებს უნდა ქონდეს უფასო. ქვეყანა კვლავ მძიმე სიტუაციაშია, მაგრამ ამ პრობლემებს მოჰყვება ძალიან დიდი შესაძლებლობები. მე ვფიქრობ რომ ასეთი გარღვევის შესაძლებლობა არის სწორედ თვითმმართველობის არჩევნები, შანსი რომელსაც ჩვენ გვაძლევს ისტორია და ჩვენი ხალხი, რომ ნაბიჯი გადავდგა დემოკრატიისკენ. ყველა ძირითადი ღირებულება და პრინციპი, რომელიც ქრისტიან დემოკრატიას თან ახლავს, ეს არის მემკვიდრეობითობა, პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, წარმატებულობა, ყველა ეს თვისება არის თავმოყრილი ამ ადამიანში. ის თავი პრობლემა, რომელიც ქალაქს აქვს დასაქმება, ეს არის გაზის, დენის მაღალი ტარიფები, წყლის გადასახადები. ეს არის ის პრობლემები, რომელსაც მერი უკვე გია ჭანტურია შეეჭიდება და მისი გამოცდილება და მისი ცოდნა და მისი ენთუზიაზმი არის ზუსტად გარანტი იმისა, რომ ეს ყველა ეს პრობლემა ქალაქში გარკვეული პერიოდის მერე აუცილებლად მოგვარდება.